საკარჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს ტერიტორიული ორგანოს შენობასთან ასამდე ადგილობრივმა საპროტესტო აქცია გამართა. მიზეზი სოფელ კაზლარში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობაა. აქციის მონაწილეების თქმით, 21 წლის ბიჭი 4 მეგობართან ერთად ღამის 2 საათზე თანასოფლელის სახლში შეიჭრა და 14 წლის გოგოს მოტაცებას სცადა. რა დროსაც მას არასრულწლოვანის მამამ მიუსწრო. ამის შემდეგ გოგონას მშობლებმა და ორმა ძმამ ახალგაზრდა სახლში გაკოჭილი შეათრიეს და ჯოხებიც ცემეს, რის შემდეგაც ბიჭი გარდაიცვალა. ხუთი ყოფილნიან ღამის 2 საათში შემოვიდნენ შიგნით, ჩემს ძმას სახელთან. მოსულან ნაფედენიარი იყო და ეს 4 გაიქცა, ეს კიდე მოგდა. დავიჯერე და ცემდით და მოგდა რა 4. აი ჩემი გოგო რო იყოს მეც მოგლამდით. რატომ? რატო და რა უნდა და ჩემს სახელთან ღამის 2 საათში? ეს სამარცხვინოა. უცნობი კაცი შედის იქ, სადაც ქალს წინავს. შეიძლება? ისინი თვითონ არიან დამნაშავეები. ყველა უნდა მომკვდარიყო, მარტო ერთი კი არა. აქციის მონაწილეების თქმით, გარდაცვლილის 4 მეგობარმა გაქცევა მოახერხა. გოგოს მამა კი პოლიციამ დააკავა. ისინი გაქცეული ახალგაზრდების დაკავებასა და გოგოს მამის გათავისუფლებას ითხოვენ. ჩვენ უნდა თელი სოფელი ეს ბიჭი უნდა გაუშვოთ. ცხიდან უნდა გაუშვოთ. მამა? ო 4 ადამიანი უნდა დაიჭრეს თავრობამ. იმიტომ ზალათ რო შევიდა თავის ოჯახში, როგორ შეიძლება? ვინ არ მოკლების ამას? ვინ? აი სოფიაში ვისკინდეს იყოს. მოკლებიან. ან უნდა მოეკლათ ეს ადამიანი. განსხვავებული ვერსია აქვთ გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის წევრებს. ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვარდათ და გოგო მისი წაყვანის თხოვნით ბიჭს თავად დაურეკა. იქ მისული კი გოგოს ოჯახის წევრებმა ის სასტიკი წამებით მოკლეს. ერთმანეთი უყვარდათ, ხო. ბავშვი ვაფშე არის ვერ. აი წერილებით, რავი, ამხანაგებით, მოიტანდნენ ხოლმე. აი იძახიან ტელეფონით დაურეკნენ, გოგოს მოდი წამიყვანე. აბა ეს ბიჭი საიდან იცოდა, რომ მაგისი გოგო რომელ ოთახშია. როგორ შევიდოდა იმ ოთახში, აი ჩაკეტილი ზაბორი როგორც ხესავით. გამოსულა გოგო დამჭდარა მანქანაში. იმ დროს გაუგიათ რა, მამამისი ყველაფერი, ყვირილი აქეთ იქით, გოგოს დაუყვირნია, რომ მოვიდა მამაო და ამ დროს კიდე მანქანა ვერ დაუქოქნე და ვერ გავხსნე. ჩვენმა ბავშვმა როგორც ჩამოვიდა მანქანიდან, ცულის დავით თავში დაურტყია, გონება დაუკარგე მემრე ბავშვს. და შიგნით ეზოში წავღია, შეუთრიათ პირად ბავშვი. და იქ მემრე დედა, შვილები თან ხელი ფეხის შეუკრიათ პირველად. მემრე ჯოხით, ალმატურით, არ ვიცი რით წამებით, როგორ გითხრათ, წამებით მოკლილია ბავშვი, წამებით. სიმშვიდე ადგილი არ აქვს რა თავზე ბავშვი. ბავშვი ეს ვერ გავიცანოთ, რომ ეს ჩვენი ბავშვია თუ არა. იგეთი დღეში სულ დასიებული და სულ გაშავებული იყო. სიგარეტი მოუწევია თუჩებში და სახელზე ჩაუხრეს ბავშვს. ღამის პირველ საათიდან დილის 5:30-მდე თუ 5-მდე აიგრე წამებით მოკლილი იყო ბავშვი. მე ძობილები იცახს, რომ ჩვენ წავართვით დანაისავ ყურებიც უნდა და ბავშვს დაჭრა. რა ვიცი, ხამ მივარდება და მოვარდება და ცულით მაიტად კისერი მოვაჭროთ და დედამისს გავგზავნო თუ მე გოგო არ ვათხოვება რა, მარტო მაგ სიტყვას ვეუბნება და მეტი არაფერს. აქ კიდე ჩვენი წესი ადათი იმასია, რომ ერთხელ 5 ჯერ მიდიხარ, ამ მოგცემენ ან არა. მაგრამ ეს მოტაცება ყველაფერი ამ სოფელში სუდმუდმივად ყოფილა და კიდევაც არის. იგეთი ყოფილა, რომ თავის მამა პირდაპირ სტოლბაზე შაუკრიათ, გოგო ისე წაიყვანიათ, მაგრამ ეგეთი რამე არა ყოფილა. არასდროს. თქვენ ოჯახში იცოდით, რომ ეს ბიჭი მოსატაცებლად მიდიოდა? არა. თუ ვიცოდა, ვინ გავშედა? ვინ გავშედა? აბა არ იცოდ. თვითონ აი წავდე და აი ეს კიდე მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდის ნათესავები მოითხოვენ, რომ გოგოს მამასთან ერთად მისი დედა და ძმებიც დააპატიმრონ. ერთი ატაჭელი, ახლა გვინდა რომ 4 მეტრი შევიდეს რა შენ. 4. დედა და 2 შვილი. ან ეგენი 4-იანი დაიჯერეს თავრობამ. ეგრე მინდა ჩვენ. ან კიდე ეგათ გავშვით, ჩვენ ისე რა გაგეთ. აი ჩვენ. მე ცისხლი მინდა, ბავშვი ცისხლი. ბიჭი ცისხლი მინდა, მე შემშილშილია. თუ მოიდნენ ხო არ გამოდის. ჩვენ გასმოგვლიეთ, ჩვენ თუ გავუშვებენ და ჩვენ უნდა დავხოცოთ მაგათ. თუ თავრობამ არ დაიჯერე მაგათ. თუ დაიჯერებს კიდე იმათ როგორც უნდა ეგრე გააკეთეს, დაიჯერე და ან ცხემი იცეს ან რა. გოგონას ოჯახთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ინციდენტის შემდეგ ოჯახი სოფლიდან წავიდა და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
სახლს პოლიცია იცავს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.